შუადღელა იმშვიდობისა, მოგესალმებით, მე და ანა ქართობაძე, პირველი მაყურებელს, სანამ ანა მოისუნთქებს, გეტყვით იმას, რომ 2 საათამდე აუცილებლად უნდა დაგვრჩეთ ჩვენთან ერთად, გვექნება ძალიან ბევრი საინტერესო თემა თქვენთვის გასაჟღერებელი და ანა, ახლა მოგესალმებით. აბდექი თუ რაღაცა არ ვიცი როგორ არის ეგ გამოთქვა სწორად, მაგრამ აი გადავისხი კოკაკოლაც ყველაფერი ერთად ამემართა. არა, ხდება. მეც მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მარიამ მოგესალმები, როგორ ხართ? მოგესალმები. გადასარევად თავად. როგორც მეც გადასარევად. აღნიშნე ხო, უკვე რომ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ძალიან კარგი, მაგრამ სანამ თემას წარვადგენთ, ჩემო მარიამ, მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, მოქალაქეობრივი, რომ გიორგი ანწუხელიძის საქართველოს ეროვნული გმირია ნამდვილად და ვერანაირია ეს ქილიკი თუ რაღაც გაუგებარი ქმედებები მას ვერაფერს დააკრებს და ეს კარგად მინდა გაიაზროს ყველამ, თუ კიდევ ჯერ ვინმეს არ აქვს გააზრებული. აბსოლუტურად გეთანხმები ანა, გიერთდები და რა თქმა უნდა გიორგი ანწუხელიძე არის გმირი, რა თქმა უნდა არასდროს არაფერი ვერასდროს ვერავინ და არაფერი რა თქმა უნდა შებღაოს მის სახელს და იმედს ვიტოვებ რომ ნამდვილად ბოდის მოუხდიან ერთ მშვენიერ დღეს მის შვილებს და მის ოჯახის წევრებს აუცილებლად ეს დღე აუცილებლად დადგება და ნამდვილად ძალიან დიდ ბევრ უსამართლობას ვაწყდებით ამ ქვეყანაში ჩვენ და შესაბამისობაში არის ის რომ მე ვბრაზდებით გაკვირვებაც არის ხანდახან აღარც გვიკვირს არაფერი მაგრამ მაინც ახერხებენ საბოლოოდ ჩვენს გაოცებას და გაუგებას. კი, გაგვაოცეს ცოტა ხნის წინაც გუშინ ამ თემას მე შევეხე, ესე მოკლედ შევეხე უბრალოდ და დღეს უფრო ვრცლად და სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე, თემურ ჩხეიძის სახელოსნოს გულისხმობ ამ შემთხვევაში. რაზეც გუშინ ესე ცოტა ვისაუბრეთ. ხო, გაკვირვებას რაც შეეხება, რაც შენახსენე, კი, ამ შემთხვევაში მე პირადად დავრჩი გაკვირვებული, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც არ ველოდი ასეთ შედეგს. შედეგი არ არის, ეს არ არის შედეგი, არა, მინდა ეს ჩავასწორო, იმიტომ რომ ხო აი ამ ნაბიჯს რაღაცნაირად მაინც სადღაც მეგონა რომ ადამიანობა დაძლევდა იმ რაღაც იცი ბოლოების განმავლობაში არც ერთ სიტუაციაში არ ძლიერთ მათ ადამიანობამ და შესაბამისად ალბათ სრუმოლოდინები გვაქვს ხოლმე მათთან დაკავშირებით რაც ძირითადად რა თქმა უნდა არ მართლდება არასდროს ხო გუშინ უკვე ვთქვით მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ აუცილებლად რომ 2014 წელს მე როგორც მახსოვს ბატონმა თემურმა გახსნა სახელოსნო სადაც ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ არაჩვეულებრივი პლატფორმა და საშუალება იყო იმისთვის, რომ ახალგაზრდები თავის სიტყვით თქვათ, ესწავლათ, თან ეს ყველაფერი უფასოდ. ეს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია და ამან გამოიწვია კიდე რიგი პრობლემები, რაც ახლა დადგა და დღესდღეობით ფაქტობრივად არ ვიცი, ლიკვიდირებულია. ასია და მე მგონი ჩვენი სტუმრებიც უნდა წარვადგინოთ, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით და დღეს ჩვენი სტუმრები არიან დავით გაბუნია და ქეთევან სამხარაძე. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დათა თავაძე აუცილებლად გვეყოლება ჩართვაში და მე მგონი მზად არის დათა რომ ჩაგვერთოს და იყოს ჩვენთან ერთად. დათა მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ. როგორ ხართ ჩემო ძვირფასო, ჩვენო ძვირფასო. ყველასთვის ძვირფასო. დათა უკვე იცი ალბათ რაზეც ვსაუბრობთ, დარწმუნებული ვარ და მოდი ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, საიდან დაიწყო ყველაფერი მოუყვეთ მაყურებელს. საიდან დაიწყო, ალბათ იქიდან დაიწყო ყველაფერი, როცა პრინციპში, არ ვიცი, ეხლა სიმართლე რო გითხრათ, აი ეს პროცესი განვითარდა, ლიკვიდაციის პროცესი განვითარდა ძალიან მალე. რამდენიმე კვირაში სინამდვილეში, როცა აი ამ სპეციალურად ამ საქმისთვის, ანუ სახელოსნოს დასახურად შეიქმნა გამგეობა. თქვენ უნდა იცოდეთ უბრალოდ, რომ თეატრალური უნივერსიტეტი არის, აი ამაზე ალბათ დათო უკეთ და უფრო მეც დაგელაპარაკებათ ცოტა მოგვიანებით. არის დამფუძნებელი თემურ ჩხეიძის სახელოსნოსი იურიდიული დამფუძნებელი, რომელიც პრინციპში მარტო იმიტომ არის, რომ უბრალოდ სხვანაირად ვერ იარსებებდა ეს სახელოსნო და თავის დროზე 2014 წელს მაშინდელმა რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა თემურ ჩხეიძეს შესთავაზა, ასე ვთქვათ, აი ამ მთელი ბიუროკრატიული პროცესის და გასაიოლებლად შესთავაზა, რომ
იყოს დამფუძნებელი თეატრალური უნივერსიტეტი და ამის შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტი არც რექტორი, არც არავინ თეატრალური უნივერსიტეტიდან არ ჩარეულა არაფერში ამ პროცესში. და სწორედ ეს იყო გარკვეულწილად ერთგვარი შეთანხმებაც, ხო? ჩვენ შორის, ანუ ამ საფუძველზე იყო ეს მოლაპარაკება. მაგრამ ეს პირველი, ასე ვთქვათ, შემთხვევა იყო 2025 წლის თებერვალში, როცა თეატრალური უცებ ინტერესდება რას აკეთებს ეს სახელოსნო, ხო? და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იყო სიგნალი იმისა, რომ ძალიან მალე სავარაუდოდ დახურავდნენ სახელოსნოს. ეს ხდება იმის პარალელურად, როცა თეატრალური უნივერსიტეტის ფოიე დაკავებული აქვს სტუდენტებს, პიკეტირებულია ფოიე. თქვენ იცით, რომ 83 დღის განმავლობაში იყვნენ სტუდენტები პროტესტში თეატრალურში, იქ ეძინათ, იქ იყვნენ, იქ არ გამოდიოდნენ და ჩვენ ხედავდით მართლა რაღაცა არაადამიანურ მოპყრობას სრულიად მათ მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ როცა მათ ასე ვთქვათ, იქ საჭმლის მიწოდების საშუალებას არ აძლევდნენ, ისინი იყვნენ, ასე ვთქვათ, გასვლის ან შემოსვლის საშუალება არ ჰქონდათ და ბოლოს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაგვირგვინდა იმით, რომ მათ შეუჩერეს სტუდენტის სტატუსი, გამოუძახეს პოლიციას და ასევე აბსოლუტურად უკანონოდ და ყველანაირი რეგულაციის დარღვევით დაიწყეს თეატრალურის ვითომ შეწამლა, ასე ვთქვათ, რაც აბსოლუტურად აკრძალულია ადამიანების ყოფნა იქ სიახლოვეში, სტუდენტები არ გაუფრთხილებიათ და აი ამ ტოქსიკურ, მართლა რაღაცა ქიმიურ გარემოში გააღვიძეს ერთჩვენიერ დღეს, რაც კიდე ცალკე გამოძიების საგანია, რა თქმა უნდა. აი ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანი ვიყავით საკმაოდ დაზაფრულები და აღელვებულები. აი ამ ფონზე ხდება, მოკლედ, აი ეს ჩვენი შეხვედრები. როცა უცებ რექტორი, რომელსაც თავისი სტუდენტების ნახევარი მოითხოვს მის გადადგომას, გვიბარებს, მე გადავაბიჯე ჩემ თავს, იმიტომ რომ და შევხვდი მას, იმიტომ რომ თემურ ჩხეიძის სახელი, თემურ ჩხეიძის საქმე, მისი ერთადერთი, ასე ვთქვათ, ცოცხალი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, უმთავრესი მემკვიდრეობა სინამდვილეში, მისი მთავარი პროექტი, მგონია რომ აი ამ საკმარისია იმისთვის, რომ დამეძლია მე ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, ანტაგონიზმი და რაღაცა დიპლომატიურ ჭრილში საქმიანად მეცადა ლაპარაკი იმის თაობაზე, რა არის ეს სახელოსნო და რატომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ ჩემზე და გიორგი ცქიტიშვილზე უფრო მაღლა დგას თავისთავად ამ სახელოსნოს მნიშვნელობაც და იდეაც. მაგრამ მათთვის ეს რა თქმა უნდა ესე არ არის, ისინი თემურ ჩხეიძესაც და ყველა მის დანატოვარს და საქმესაც უყურებენ აი ამ რაღაცა პარტიულ პოლიტიკურ ჭრილში და ვერ აყენებენ რაღაცა ვერც ამ სახელს, ვერც ამ მის საქმეს, იმაზე მაღლა, ვიდრე აი ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, ძალაუფლების შენარჩუნების, აი ესეთი კერძო რაღაცა სრულიად მავნე პროცესებია. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული საუბარი, დაინიშნა ეს გამგეობა, გიორგი შალუტაშვილმა, უბრალოდ გამგეობაში შეიყვანა 3, სულ 5 წევრი ყავს გამგეობას და სასწრაფოდ შეიყვანა 3, რა თქმა უნდა, უმრავლესობაში ყოფილიყვნენ წევრი, ანდრო ენუქიძე, გიორგი სიხარულიძე და გია ცქიტიშვილი, იქვე აირჩიეს გია ცქიტიშვილი თავმჯდომარედ. ამ გამგეობის, ანუ სახელოსნოს თავმჯდომარე გახდა ვინმე გია ცქიტიშვილი, რომელსაც საერთოდ არავით არ შეხება არ ქონია არასოდეს ამ სახელოსნოსთან და მეცაც გეტყვით, ერთ სპექტაკლზეც არ ყოფილა, რომელიც ჩვენ გაგვიკეთებია, არც ერთი პიესა არ წაუკითხავს 11 წლის მანძილზე, რაც დაწერილა, საერთოდ არ იცოდა რას ვაკეთებდით, უბრალოდ აი ესე ითვლიდნენ ამდენი პრემიერა და იმდენი პრემიერა და ასე თითზე ითვლიდნენ რაღაცა იმ საქმეებს, რომლის შესახებ არც იცოდნენ რას ვაკეთებდით.
მივედით და სინამდვილეში ეხლა ჩემთვის ემოციურად ეს ძალიან მძიმე იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეხლა ეძებდნენ მიზეს, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ რაღაცნაირად დაეხურათ. ჩვენ მქონდა ასევე მათ ესე ვთქვათ, ეს ფინანსური რევიზია ჩაატარეს, ეგონათ რამე დარღვევას იპოვიდნენ, ფინანსურს ეს ვერ იპოვეს და პირველ რიგში ეცადნენ, რა თქმა უნდა, რომ მოგდავებოდნენ ფინანსურ ნაწილში და უბრალოდ იმდენად სუფთა იყო ვითარება ამ თვალსაზრისით სახელოსნოში, რომ ამას მალევე თავი დაანებეს და გადავიდნენ შემოქმედებით ნაწილში. და შემოქმედებით ნაწილში შემიძლია მთლიანად დაობენ, ეხაც აი გიაც კიტიშვილს გუშინ ქონდა გააკეთა მოკლე კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ აი რაც თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა, სახელოსნოში არაფერი არ გაკეთდა და რომ 2 წელიწადნახევრის მანძილზე ჩვენ არა გვაქვს შედეგი. ჯერ ერთი ეს ჯგუფი არსებობს წელიწადნახევარია მხოლოდ, რომელთანაც ახლა მუშაობთ და პრინციპში ჩემთვის აი ყველაზე საწყენი და გასაბრაზებელი ამ ვითარებაში არის ის, რომ 2022 წელს როცა თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა, მოულოდნელად ყველასთვის ეს არ იყო რაღაცა, რაც არ ვიცი მე ამის შეგვეძლო რომ წარმოგვედგინა, არც ხანგრძლივი ავადმყოფობის არაფრის შედეგი არ იყო, ეს იყო მართლა მოულოდნელი რამ ძალიან მძიმე სახელოსნოსთვის ყველასთვის, მაგრამ ჩვენთვის უმძიმესი, ვინც მასთან ერთად ვიყავით ამდენი ხნის განმავლობაში, ეს იყო მართლა დარტყმა, რომელმაც დიახ, დიდი ბოდიში, ცოტა გეგმები შეგვიცვალა, რა თქმა უნდა, თავად ბატონ თემურსაც შეუცვალა გეგმები მისმა გარდაცვალებამ და არავის ეს მე მგონი არ უნდა უკვირდეს, რომ ჩვენ მისი გარდაცვალების მეორე დღეს არ ავიყვანეთ პირდაპირ ახალი ჯგუფი, არ ვთქვით, რომ აი არ არის თემურ ჩხეიძე და მაგრამ ჩვენ აი კიდევ აცხადებთ ახლა ჯგუფის მიღებას და ბევრი პრემიერა გვექნება. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი თითოეული ჩვენგანისთვის და მართლა მე და დათო გაბუნიამ დაუთმეთ აი ზუსტად ის პერიოდი, სანამ გამოვაცხადებდით ახალი ჯგუფის აყვანას და 9 წლის მერე გამოვაცხადეთ ახალი ჯგუფის აყვანა, ეს პერიოდი დაუთმეთ სწორედ ბატონი თემურის გარეშე რომ ემუშავა ამ სახელოსნოს, აი იმ პროგრამის შექმნას, იმ სისტემის შექმნას, მისი ასე ვთქვათ ლექციების ჩანაწერების დაარქივებას და გაშიფრვას და ასე შემდეგ და აი პრინციპში მიუძღვენით მთლიანად იმ დოკუმენტაციის შექმნას, რომელმაც შედეგად გამოიწვია ის, რომ დღეს მაინც ვარსებობ. ჩვენ ძალიან დიდ რეჟისორზე ვსაუბრობთ ახლა, ქართულ დიდ რეჟისორზე, ხო? რომლის სახელობის სახელოსნოც იხურება და დახურეს ამ შემთხვევაში. აი ასეთი ხელოვანი სახელობის სასწავლებელს, როდესაც უკრძალავენ მუშაობას, აი რა მდგომარეობაშია ის ქვეყანა? ეს ორი საკითხია, ხო? ჩვენ ერთი მხრივ თემურ ჩხეიძეზე ვლაპარაკობთ, როგორც რაღაცა ისეთზე, რაც ეხლა მაგალითად აი მე მაგ განცდა, რომ მით უმეტეს როცა ის აღარ არის ჩვენთან ერთად, ხო? აი განსაკუთრებით მაგ შემთხვევაში უნდა დავიცვათ ის, ხო? იმიტომ რომ ის თავს ვეღარ დაიცავს თვითონ. და მგონია რომ ეს ერთი მხრივ უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, რომ როცა ადამიანი აღარ არის მის საქმეს, მის ინტერესს, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ვიცავდეთ. ერთი დეტალი უბრალოდ არ ვიცი ხა ეს რამეს ნიშნავს თუ არა, მაგრამ ასევე გიორგი შალუტაშვილიც და ანდრო ენუქიძეც თემურ ჩხეიძის ყოფილი სტუდენტები არიან ის ადამიანები, ვინც ხურავენ მის სახელოსნოს, ხო და წესით სადღაც მაინც რაღაცა უნდა გაახსენდეთ ეგეთ დროს, მაგრამ ეს არ ხდება, მაგრამ თავარი ასევე არის კიდე ერთი რამ. აი ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ თემურ ჩხეიძის სახელზე, ასე ვთქვათ, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი უნდა ვილაპარაკოთ მის დანატოვარზე. იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მან დატოვა და ეს ძალიან იშვიათია, ეხლა თქვენ კარგად იცით, თეატრისგან შორს არ ხართ არც ერთი, რა რჩება თეატრის ხელოვანს გარდაცვალების შემდეგ, არც არაფერი, ხო? იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ეფემერულია და პრინციპში ჩვენი საქმე მატერიალურად არ რჩება. ჩვენ ერთადერთი რისი იმედიც შეიძლება რომ გქონდეს, სწორედ ეს არის, რომ შეიძლება დავტოვოთ ცოცხალი პროცესი.
და თემურ ჩხეიძემ ეს ნამდვილად მოახერხა ის, რომ მისი ოცნება, ბოლო ოცნება სწორედ ეს იყო, სახელოსნო, ის არსებობს და მას აქვს შედეგები, ის აგრძელებს ფუნქციონირებას, ის არ ვიცი მე, თავისუფალი სწავლების სივრცეა, სადაც მართლა ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს, ცოცხალი თეატრალური პროცესი, იწერება აქტუალური პიესები, ჩვენ ლაპარაკობთ ჩვენ დროზე იმ ტექსტებში და ასე შემდეგ, ჩვენს რეალობაზე და ეს არის მთავარი. სინამდვილეში აი ამაზეა ლაპარაკი. ბატონ თემურს შეიძლება ბევრი სადღეგრძელო თქვან ასევე იმ ადამიანებმა, ვინც ლიკვიდაცია მოახდინეს, მისი სახელოსნოსი და მისი სახელი ახსენონ როგორც, რა ვიცი მე, უმნიშვნელოვანესი ერთ-ერთი სახელი და ესე ვთქვათ, სვეტი, რომელზეც თანამედროვე ქართული თეატრი დგას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებლად გამორჩება მისი საქმე. აუცილებლად გამორჩება ის ასევე, რაც ბატონ თემურისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ეს სადღეგრძელოები. და აი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი სტუდენტები და ის პროცესები, რომელსაც წარმართავენ და მისი სტუდენტები მის სახელოსნოში. აი ეს არის სინამდვილეში, რაზეც მე ვფიქრობ, უნდა ვკონცენტრირდეთ დღესდღეობით, იმიტომ რომ ის მემკვიდრეობა, რაც თემურ ჩხეიძემ დატოვა, ბევრად უფრო მეც ლაპარაკობს თემურ ჩხეიძეზე, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ეხლა შეიძლება ვთქვა. თუ შეიძლება საერთოდ აი ბოლო პერიოდშია ხელისუფლება ცდილობს რაღაც სხვადასხვა ფორმით დაგვაშინოს, თუმცა მე მგონი ძალიან კარგად ჩანს, რომ არც ერთმა მათმა ნაბიჯმა არ გაამართლა, ასე ვთქვათ და პირიქით უფრო ბრძოლის უნარიანები გავხდით, რაც მოწმობს ამდენ უკანონო პატიმარს, ამდენ ჯარიმას და ასე შემდეგ. განცხადებაშიც გეწერათ თქვენც, რომ არ შევეგუებით რეპრესიებს, დაშინებას და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, არის ეს ნაბიჯი მათი მხრიდან ერთ-ერთი ფორმა დაშინების? ან რისი თქმა უნდა და ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებით? ეს ხომ ფაქტია, რომ რაღაც სათქმელია ერთგვარი მათი მხრიდან. ასე ამბობენ ისინი ყოველ შემთხვევაში სათქმელს, მე რასაც დავაკვირდი. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში დღესდღეობით მარტო ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ქართულ ოცნებას უჭერ მხარს თუ არ უჭერ მხარს. მეტი საზომი უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია მსგავსი რევიზიები, როგორ არ ტარდება მაგალითად თეატრალურ უნივერსიტეტში. იმიტომ რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩვენთვის ანუ უბრალოდ 4 თვის განმავლობაში ადამიანები აპროტესტებდნენ და არავინ სტუდენტები აპროტესტებდნენ და ყურადღება არავინ არ მიაქცია. არავინ არ იკითხა, რა უჭირთ, რატო არიან ასე საწუწარკვეთილები, რომ 83 დღე იყვნენ ფოიეში, რატო ითხოვენ რექტორის გადადგომას, რატომ სწავლობენ 6 წელი ბაკალავრის სტუდენტები 4 წელი რომ უნდა ისწავლონ, რაში იხდიან ფულს, რატო არ იდგმება საკურსო, სადიპლომო სპექტაკლები, რატო არაფერი არ კეთდება. ამას არავინ არ კითხულობს მარტო ერთი მიზეზის გამო, რომ რექტორი სრულ მორჩილებას უწყადებს პარტიას. მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამას არ აკეთებენ, რა თქმა უნდა გადაიხედოს მათი საქმიანობა, მილიმეტრებში გაიზომოს და შემდეგ ოღონდ მიუხედავად იმისა, გადაამოწმებ თუ არ გადაამოწმებ, მაინც ერთი შედეგი გამოიტანო, რომ დახურო რაღაცა, ხო? იმიტომ რომ მე არ ამგონია, რომ ეხა სახელოსნოს განსაკუთრებით თეატრალურის მესვეურები რაიმე სახით აქვთ უფლება, რომ საერთოდ სხვისი საქმისკენ ოდნავ მაინც გაიხედონ, ისეთი დომხალი აქვთ თვითონ თეატრალურ უნივერსიტეტში. ნამდვილად ასეა. დათა, რა გეგმები გაქვთ? რას აპირებთ? ჩვენ ანდათან ასე ვთქვათ მიუყვებით მოვლენებს ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ ჩვენ არ ვაპირებთ ახლა აი ამ მოცემულობას შევეგუოთ ეს ჩვენთვის იქნება დანებების სტოლფასი მით უმეტეს იმ გარემოებაში როცა თქვენ უნდა იცოდეთ აი ეს კი გამოგვრჩა მე მგონი რომ გვეხსენებინა არანაირი განმარტება არ მოყოლია არავითარი განმარტება არ მოყოლია ამ ლიკვიდაციას. მე მეკითხა რომ თუ იყო რაიმე განმარტება, რადგან 2026 წლამდე ჰქონდათ ხელშეკრულებები, როგორც ვიცი, ხო, პერსონალს. კი, და 24 ადამიანი დარჩა ასევე სამსახურის გარეშე, მაგრამ ამასაც გაუმკლავდებით და გადავრჩებით. უბრალოდ მართლა პრინციპის საკითხია, როცა უბრალოდ
11 წლიან საქმეს ერთი ხელის მოსმით გადააგდებენ ნაგავში, მაინტერესებს ეს რატო ხდება და მდიახ მოვითხოვ რომ ვიღაცამ განმარტოს საფუძვლიანად რატო უნდა დახურულიყო თემურ ჩხეიძის სახელოსნო, რატომ უნდა შეწყვეტილიყო ის პროცესები, რომელიც იქ მიმდინარეობდა, რატომ შეიძლება წარმოვიდგინოთ, ანუ როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მთელი ის საქმეები, რაც თემურ ჩხეიძის სახელოსნომ გააკეთა და ახლა აკეთებდა, რატომ იწევს რაიმე შეკითხვას, რომ ეს უნდა არსებობდეს თუ არა. უბრალოდ მაინტერესებს, რომ თეატრის პროფესიონალმა და ასეთებად დებენ თავს იმ გამგეობის წევრები, უბრალოდ გააკეთონ განცხადება, რატომ დაიხურა თემურ ჩხეიძის სახელოსნო, კონკრეტულად რა ნიშნით მოხდა, რითი აფასებენ, ხო ამას. მეორე მხრივ იცით რა, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თუ რამით უკმაყოფილოები იყვნენ, მათ შეეძლოთ მე მოვეხსენი დაუშვათ, ან ჩვენი, არ ვიცი მე, ხელმძღვანელობა გაეშვათ. მაგრამ რატომ ხურავენ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს? მაგალითად, ხო? და ამიტომ როგორ შეიძლება აღვიქვა ეს, როგორც ობიექტური გადაწყვეტილება, სახელოსნოს გაუმჯობესება რომ დომოდათ მათ, შეიძლება მენეჯმენტი შეეცვალათ, ან დამსწრიყვნენ ჩვენთან ერთად ელაპარაკათ, იქნებ ესე უფრო ქნათ, ან რაღაცა, აი მაგალითად გიაცკიტიშვილმა თქვა სპექტაკლები, ნაკლები სპექტაკლები იდგმებაო, ხო? იმიტომ რომ დრამატურგების სახელოსნოა, სადაც ჯერ პიესები უნდა დაწერონ, მაგრამ ეს ამაზე ლაპარაკს ეთყობა აზრი არა აქვს, მაგრამ ანუ თავარი არის, კი ბატონო, თუ გინდა მეტი სპექტაკლები, ვისაუბროთ მეტი სპექტაკლები როგორ უნდა გაკეთდეს, მაგალითად, როცა წლიური ბიუჯეტი აქვს 11,000 ლარი. სახელოსნო სადადგმო სპექტაკლების, ხო? ანუ 11,000 ლარად თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ ერთი სპექტაკლიც ვერ დაიდგმება, ხო, სინამდვილეში. კოსტიუმები შეკერო მაქსიმუმ. აი, უკეთეს შემთხვევაში, ხო? ასე რომ, ანუ ძალიან ბევრ რამეზე შეიძლებოდა ლაპარაკი, მათ რომ მართლა გაუმჯობესება ნდომოდათ ამ სახელოსნოს, ხო? მათ გაუმჯობესება არ უნდოდათ, მათ უბრალოდ უნდოდათ დასჯა ან მოშორება თავიდან იმ ადამიანების, რომლებიც მათ აკრიტიკებენ. და აი ესეთ რეალობაში აღმოჩნდით და სინამდვილეში საგანგაშო არის სწორედ ეს, რომ რასაც ვამბობდით ყოველთვის, რომ თუ ხმას ვიღებთ, არის ძალიან ცუდი შედეგი მოდის და ხურავენ რაღაცებს, აგდებენ ხალხს სამსახურიდან, სვამენ ციხეში. აი ამ ვითარებაში ვცხოვრობთ და დროზე თუ არ ამოვიღეთ ამაზე ხმა, თუ არ ვიმოძრავეთ და არ ვიქენით, ასე ვთქვათ, მოქნილები არ ვიყავით, ძალიან რთული იქნება და არის უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი რაც გვიყვარს და რითიც, ასე ვთქვათ, სამშობლოში, სახლში ვგრძნობ თავს, ცოტა ხანში აღარ იარსებებს და ის სიმბოლოები იქნება ეს თუ იდეები, რომლებსაც ასევე შეადგენენ ჩვენი იდენტობის ნაწილს უკვე, იქნება ეს თემურ ჩხეიძე ჩვენ სფეროში თუ აღმაშფოთებელი განცხადებები, რასაც წულუკიანი აკეთებს ბოლო პერიოდია, აი ესეც ხო არის აი იმ ნიშნებისა და სიმბოლოების გარყვნის და ასე ვთქვათ დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ჩვენ გვაქცევს იმათ, რაც ვართ და რატომაც გვიყვარს ეს ქვეყანა. ამიტომ თავდასხმა მიდის. ნინო წილოსანის განცხადებასაც არაუშავს ხოლმე ხშირ შემთხვევაში, თუმცა სერიოზულად ვერ აღვიქვამ უბრალოდ მართლა მეცინება ისეთ რაღაცებს ამბობს ეს ადამიანი. და აქვე ვიტყვი, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაანონსდა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან დანიშნვის ცვლილება. არ ვიცი, შეიძლება ამასაც უნდა ველოდოთ, რომ რაღაცა რიგი პრობლემები შეიძლება შეგექმნათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებს. ეს თეატრის შესახებ კანონიც, რომელიც მიიღეს ყველა იმ დანარჩენი რეპრესიული კანონთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ასევე რეპრესიული კანონი და სწორედ კონტროლის გასაძლიერებლად მიღებული და იმ ადამიანების მოსაშორებლად, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ვინც პროტესტში იყო და მით უმეტეს თეატრი რასაკვირველია ძალიან დიდ როლს ასრულებს მიმდინარე პროტესტში და რა თქმა უნდა არის დასასჯელი ახლა, ხო? და ესეც ეს კანონიც მოდის აქედან გამომდინარე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ეს შემიძლია ერთადერთი, რაც აი საუბრის ბოლოს თქვა, ოღონდ სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვამბობ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე ამის მჯერა, მე ამას ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ერთმანეთის გვერდით დგომა, ფუჭად არ ჩაივლის და ერთად ბრძოლა ამ ყველაფერთან, ბოროტებასთან. და თემურ ჩხეიძის სახელობის სახელოსნო კი დარწმუნებული ვარ, რომ გააგრძელებს მუშაობას, კიდევ უფრო კარგად გააგრძელებს და კიდევ უფრო ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას
აღზრდის. ძალიან დიდი მადლობა დათო. მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ინტერესს. იყარ ხარ. მეც. ძალიან დავაყოვნეთ ჩვენი სტუმრები. და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დათო, გადმოვალთ პირდაპირ შენთან და გავაგრძელოთ ის, რაც დავიწყეთ უკვე დათამ პრინციპში კარგად ჩაგვიშალა და გაგვარკვია სიტუაციაში როგორ და რა ხდება. ცოტა კომიკურიც არის ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ სატირალია კიდევ ცალკე თემა ალბათ. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, ხო? სამსახურის გარეშე ძალიან ბევრი პროექტი იყო დაგეგმილი და ძალიან დიდი გეგმები ქონდა, მოკლედ უნდა მოვუყვეთ აუცილებლად ამის შესახებ. ერთ რაღაცას ვიტყოდი ამის გაგრძელებად ყველაფრის. თუ ამ ქვეყანაში კიდევ ვინმე დარჩა იმ ილუზიის მქონე, რომ ჩვენს მთავრობას, ეგრეთ წოდებულ მთავრობას უბრალოდ აინტერესებს ხარისხი ნებისმიერ საქმეში. სულ ერთია რაზე იქნება ლაპარაკი ასფალტის დაგებიდან დაწყებული, რა ვიცი მე, შემოქმედებითი პროცესები. თუ ვინმეს კიდე შერჩა ეს ილუზია, ან თავს იშტერებს და სჯერა რომ თქვათ რაღაც ხარისხის გამო ხდება ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს თავს თითქოს არ ვაკეთებთ საქმეს კარგად. არ ვიცი რა ვთქვა, ნუ ძალიან გულუბრყვილოა ესეთი ადამიანი, ზრდილობიანი ვიქნები ეთერში და არ ვიტყვი რას ვფიქრობ სინამდვილეში ასეთ ადამიანებზე, ხო? იმიტომ რომ ხარისხზე აქ საერთოდ არასოდეს არ არის ლაპარაკი, ლაპარაკი არის მართლა რაღაცა პოლიტიკურ ლოიალურობაზე, იმაზე, რამდენად მინიმუმ ჩუმად იქნები შენ. ხო? თქვათ, შეიძლება თქვათ აქტიურად მხარდამჭერლობას არ გთხოვდნენ, თუმცა ამასაც გთხოვენ, რასაკვირველია, მაგრამ თავარია რომ თქვათ, თუ ცოტა ჩუმად იქნები და იტივტივებ დინების მიმართულებით, მაშინ არ შეგეხებიან. აი ეს არის და ეს, ხო? და ამიტომ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი კარგავს აზრს, სრულებით სულ ერთია, დათამ მართლა დეტალებში ილაპარაკა რაღაცები და უფრო მეტის მოყოლად შეიძლება რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამას მართლა არანაირი აზრი არ აქვს და ის უსუსური რაღაცა ფაფხური, რაც ახლა თეატრალური უნივერსიტეტიდან მოდის, რაღაც ან თავიდან ირიდებენ, ან პასუხს არ სცემენ ჟურნალისტებს, რა მოხდა, ან მეაფერშვაში არ იძახიან სხვები და ვიღაცა რაღაცას ამბობს ისეც, რასაც თქვა, მაგალითად იგივე გიაც ქიტიშვილმა თქვა ერთ-ერთ სიუჟეტში, რომ ტექსტები არ დაწერილაო. მე ორ მაგალითს ვიტყვი, ამ პერიოდში დაწერილი ტექსტებიდან 11-ზე მეტი ტექსტი დაიწერა. ტექსტებიდან ერთი არათუ არ დაწერილა, ითარგმნა გერმანულად და გერმანიაში დაიდგა ერთი. და მეორემ საქართველოში ასევე ებერტის ფონდის პრემია მოიპოვა აგერძის ავტორი. ხო, ანუ არათუ არ დაწერილა, არამედ გავიდა ამ სახელოსნოს გაღმაც უკვე რა, მიღმა გასცდა სახელოსნოს ფარგლებს. ორი მინიმუმ ეს იყო ერთ-ერთი პრობლემაც მათთვის, რომ სწორედ ის კონტექსტები არ მოწონდათ, რაც ტექსტებში იყო მაგალითად. არა, რა თქმა უნდა, ეს ხალხი ტექსტებს არ კითხულობს, ეს ხალხი თეატრში არ დადის. რაზე ვლაპარაკობთ? ამ ხალხს არ აინტერესებს საკუთარი. ნახეთ, საერთოდ ზოგადად ქართული თეატრის სცენია ეს ხშირად, ხო? თქვათ, ძალიან ბევრი ესეთი, როგორ ვთქვათ, ეგოცენტრული ენერგია ტრიალებს აქ, რომ თქვათ, ამ ადამიანებს სინამდვილეში და კონკრეტულად ამ ადამიანებს, რახან მე ვიცი, მე ჩემს თეატრში დავდივარ, მუშაობ მან, ხო? ამ ადამიანებს არ აინტერესებთ პროცესები, ახალი პროცესები, რომელიც ამ თეატრში ტრიალებთ, აინტერესდებიან მხოლოდ თავის რაღაცა პატარა წვეში ხარშვით და თვითგადარჩენით. ხო, თვითონ არიან კომფორტულად, აქვთ თანამდებობები, ზოგიერთებს პირდაპირ ministris მიერ ესე ხელიდან ხელით ატარებს რამდენიმე ფიგურას, აწუყვე ყოფილი ministri თეატრულუკიანი, ხო, ხან აქ დასვამს, ხან იქ დასვამს, იქ არ გამოვა საქმე, სხვაგან გადაიყვანს და ასე შემდეგ უქმნის ყველანაირ კომფორტს. და ეხლაც, ხო? ამიტომ სასაცილოა მათ მიერ ამ პროცესების შეფასება, იმიტომ რომ ისინი ამ პროცესებს უბრალოდ არ იცნობენ. არ არის ლაპარაკი კონკრეტულად ამ რაღაცა ბოლო წელიწად ნახევრის სახელოსნოში, ახლა რაღაც ტექსტი არ წაუკითხავთ, სულ არ მიკვირს, საიდან როგორ წაიკითხავდნენ, ხო? მაგრამ ისიც თქვა დავუშვათ ტექნიკურადაც რო შევხედოთ, ხო, თითქოს თქვა, თითქოს პროცესი არ იმართება სწორადო და რაღაც. ხო, მართალი თქვა, თუ პროცესი სწორად არ იმართება და თუ შენ ამაზე გული შეგტკივა, ხო, მაშინ შეგიძლია რაღაც ასეთი ლიკვიდაცია, როგორც უკანასკნელი სიკვდილით დასჯა, როგორც უკანასკნელი ფორმა სასჯელის არ გამოიყენო, არამედ თქვა რაში მდგომარეობს და ამ პროცესების არასწორობა და თქვათ მაგალითად მისცე საშუალება ამ ადამიანებს რომ გამოასწორონ, თუ ეს არასწორია. თუ რაღაც ვერ მიდის ისე როგორც საჭირო, დაუსვა პირობა
თქვათ, გააფრთხილო, ხო, ესეც საქმე პირად საქმეში შეგაფრთხილება შეიტანო და უშუალოდ რომ უფრო იცით რა, თქვენ ვერ ასრულებთ ამ პირობებს და ამის გამო ორ კვირაში რა შესაშურად სწრაფად იმუშავა მართლა ბიუროკრატიამ ვერ წარმოედგენთ რა, თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო ეს პროცესი. და დღეს უკვე მორჩა. ხო, აი როცა ჭირდებათ, მაშინ ყველაფერი ძალიან ადვილად და კარგად და ეფექტურად მუშაობს ძალიან ეს ბიუროკრატია. ასე რომ ხო, აი სასაცილოა მართლა რაღაცა დებატებში შესვლა თუ დისკუსია ამ ხალხთან, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რაზეც ზრუნავენ არის საკუთარი ტყავის გადარჩენა, საკუთარი კეთილდღეობა და მე ეჭვი არ მეპარება, როდესაც ეს მთავრობა შეიცვლება, ჩვენ ცოტა ხანში შეიძლება მე ისინი ვნახოთ, რომ თქვა, ანუ სხვა მორალურ იდეოლოგიურ პოზიციაზეც დადგნენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ისინი ისე კარგად მოერგებიან ახალ ფორმაციას, ისე კარგად ახალ კულტურის მინისტრს თუ ვინც იქნება, მაშინ თუ რაც გვექნება, ისევე გაუკიცინებენ კუც, როგორც ახლა აკიცინებენ პატარა ლეკვებივით. ხო, ეს იყო არავითარი ეჭვი არ მეპარება ამაში. ხო, მე მგონია რომ ეს იყო უბრალოდ კარგად დაგეგმილი წინასწარ თავის საბჭოს წევრების შეყვანით დაწყებული გადასარევად დაგეგმილი კი, რასაკვირველია, ცხადია და ძალიან ესეთი დემონსტრაციული ხასიათი ჰქონდა მას და ეხლა ალბათ არ ვიცი ვინ რას ელოდა, მაგრამ მე არ მესმის რატო უყვირთ რეაქცია. მაგრამ მე ვუყურე ეს რეაქცია, ეს არ არის მხოლოდ რეაქცია მეტი იქნება. რა თქმა უნდა. ყველაფერს არ გეტყვით, არ დაგასპოილერებ. ჩვენს სფეროში, სახელმწიფო სფეროში ამას მნიშვნელობა აქვს. წინასწარ რაღაცები არ უნდა ვიცოდეთ. მოულოდნელობის ეფექტზე. რასაკვირველია, საინტერესო ხოლმე იყოს. კი ბატონო. გადავიდეთ ახლა უკვე ქეთევანთან, იმიტომ რომ ვახსენეთ ჩვენ არ იწერებოდა პიესები, ახსენეს უფრო სწორად მათ, რომ არ იწერებოდა პიესები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტი სხვას მეტყველებს აბსოლუტურად, ხო? მოდი მოგვიყევით, რა მნიშვნელობა ჰქონდა საერთოდ აი ამ სახელოსნოს თქვენ შემთხვევაში? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც არიან ჩემი ჯგუფელები დრამატურგიის სახელოსნოში და რომელთა სახელებს და გვარებს ძალიან ხშირად გაიგონებს ქართველი მკითხველი და არა მხოლოდ ადამიანის დაინტერესებულია თეატრით. ანან ვარძიელი, თამარ სუხიშვილი, ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გუნია, მარიტა ლიპარტელიანი, კიცი ბარნოვი. ანუ ეს ადამიანები ვარსებობთ, წერთ, გვინდა ვიმუშაოთ ამ სფეროში, თეატრალურ სფეროში, ანუ შევქმნათ ტექსტები თეატრისთვის და ეს სრული ჰარიდან არ დაბადებულა, ძალიან დიდი განსჯის, დაფიქრების შედეგი იყო და ყველა რაღაც ბექგრაუნდით, რაღაც გამოცდილებებით ჩვენს ტერიტორიაზე მივედით დრამატურგიის სახელოსნოში, თემურჩხეიძის სახელობის, ვენდეთ დათოს, გურამს, ჩვენს პედაგოგებს, ვენდეთ პროცესს და ამ პროცესში ვართ უკვე წელიწად ნახევარია. დრამატურგია, ვისაც აქვს შეხება თეატრთან ზოგადად და ტექსტთან, იცის რომ ეს არ არის ერთი პროცესი, რასაც მარტივად მოიხელთებ, ორ დღეში შეასრულებ ამ სამუშაოს ან ერთ კვირაში. ეს არის დროში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ჩართულობა და მუშაობა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ქმნის ამ პროცესს და ჩვენ ამ პროცესში ვიყავით აქტიურად ჩართულები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაალაგებული სიტუაცია არ ყოფილა, ვცდილობდით რომ შრომა გაგვეგრძელებინა და ზუსტად ამის შედეგია, რომ დღეს 11-ზე მეტი პიესა ირიცხება სახელოსნოს დრამატურგების სახელზე, ჩვენ სახელზე რა. და სწორედ ახლა როცა უკვე უნდა დაწყებული იყო ჩვენი ხილვადობის გაზრდა, ჩვენი როგორც ახალი ავტორების, ახალი დრამატურგების, ახლა უნდა გამოცემულიყო მაგალითად ჩვენი პიესები უნდა წაკითხულიყო საჯაროდ თუ დახურულად, ახლა უნდა დაგვეწყო მის ფორმაციაზე მუშაობა, გავიგეთ ესეთი შემზარავი ამბავი, რომელსაც პირადადაც პოლიტიკურადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აღმოაჩნდა ჩვენთვის რა. ცუდ კონტექსტში ცხადია რა, რომ ლიკვიდირებულია სახელოსნო. ლიკვიდირებული რას ნიშნავს, რომ საერთოდ გაუქმებულია და აღარ იარსებებს ანუ აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ ადამიანების შრომას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, სტუდენტების. როცა ამ თემაზე ვფიქრობ, გარდა პირველი რაც მაფიქრთ მახსენდება არის ის, რომ გარდა იმისა, რომ თემურ ჩხეიძის სახელთა მიმართებით არის ძალიან დიდი დანაშაული იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც დასაქმებული იყო ამ სახელოსნოში, ვერ ვუშვებ მე პირადად ჩემს გონებაში, შეგრძნებაში, როგორ შეიძლება უბრალოდ ის ადამიანები, ვინც იყვნენ სტუდენტები ამ სახელოსნოს, იმიტომ რომ ჩვენ ვარსებობთ
მუშაობდით, ვაპირებთ მუშაობა გავაგრძელოთ და 4 თვე რო იყო დარჩენილი ჩვენი სწავლის დასრულებიდან, ფაქტობრივად გამოგვეცხადეს, რომ შესაძლებლობა იმის, რომ სწავლა გავაგრძელოთ, პროცესში ვიყოთ და საქმიანობა გავაგრძელოთ, მოგვესპო. ამაზე სავარაუდოდ არ უფიქრიათ იმ ადამიანებს, რომლებიც პრინციპში მთელი მათი ცხოვრება ემსახურებოდნენ სტუდენტებს. ამასთან დაკავშირებით, როდი 4 თვეში ასრულებთ სწავლას? არა, პასუხი არ მიგვიღია, ჩვენ უკვე ვიცოდით შედეგი, ანუ გავიგეთ პოსტფაქტობრივად, რომ სახელოსნო იკეტება და თან ზუსტად მაშინ ხდება ეს, როცა როგორც უკვე აღნიშნავ, გეგმავდით პროცესს უკვე როგორ დაწყებულიყო ამ შესრულებული სამუშაოს ხილვადობის პროცესის გაზრდა, როცა კონტექსტიც იყო შესაბამისი უკვე და როცა ჩვენც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მაყურებელთან, მსმენელთან და დაინტერესებულ პირთან გასულიყო ეს ტექსტები და ეს იყო ყველაზე მტკივნეული, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ეს 7 ადამიანი ვისახლები, 6 ადამიანი ჩემის ჩათვლით 7 ვისახლების დაგვარებით ვახსენე ახლა, ჰაერიდან ხომ არ მოსულათ სახელოსნოში ჩვენ ვენდეთ ამ პროცესს, გქონდა სურვილი რომ ეს საქმიანობა შეგვესწავლა, განგვევითარებინა ეს უნარები და ეს ისეთი საქმიანობა არ არის, სადაც ძალიან დიდება და ფული და ასე შემდეგ გელოდება, ეს არის საქმიანობა, რაც აუცილებლად უნდა გიყვარდეს და გიღებდეს. იმიტომ რომ ემსახურებოდეს, ემსახურებად არ არის მხოლოდ საქმიანობა და მზად ვიყავით და ვართ ამ პროცესისთვის და ამ მსახურებისთვის, ასე ვთქვათ და ის რომ შენ ბრკოლდები და ხელი გეშლება ამ შესაძლებლობისთვის, ეს ცხადია გამონადგურებელია, თუმცა 2 წამითაც კი არ მინდა დაუშვა ის და ზუსტად ვიცი, ჩემი ჯგუფელებიც ასე ფიქრობენ, ჯგუფელებს ვეძახ, ჩემი მეგობრები, თანამებრძოლებიც უკვე კოლეგები ასე ფიქრობენ, რომ პირიქით ეს გამაძლიერებელიც იქნება ჩვენთვის, რაც არ გვყავს გვაძლიერებს. ანუ ჩვენ გავაგრძელებთ ტექსტებზე მუშაობას, ვაგრძელებთ კიდეც. გუშინ თელეგრამზე ვიყავით მაგალითად ერთად შეკრებულები და წერდით ახალ ტექსტს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ ნამდვილი სიტყვა, ცოცხალი სიტყვა, მით უმეტეს თეატრში დაწერილი სიტყვა მაშინ იმუშავებს, როცა მას უსამართლობასთან აქვს საპასუხო და ჩვენ ნამდვილად გვაქვს საპასუხო. ასე ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი. გქონდა, ჯერ სათქმელებიც გვინდა რომ ითქვას, გაიგოს ხალხმა, წაიკითხოს და კიდე დაგვიგროვდა ბევრი ამ პროცესში და აუცილებლად გაჟღერდება რა. ჩვენ კი გავაგრძელებთ საქმიანობას, უბრალოდ მინდა რომ რაღაც საპასუხო რეაქცია საზოგადოების მხრიდან იქნება ეს თუ თეატრალების მხრიდან ან იმ ადამიანების მხრიდან, ვინც დაინტერესებულია ქართული თეატრის ბედით, ზოგადად გაზრებული აქვს მნიშვნელობა ზოგადად დრამატურგიის თუ რამდენად გადამწყვეტია თეატრის განვითარებისთვის. ხო, იმ ადამიანების მხრიდან რეაგირება იმ ფაქტზე სამომავლო პერსპექტივაში, რომ სტუდენტებს, ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ ახალი შექმნან, არ მოესპოთ სწავლის შესაძლებლობა რა. ზოგადად შესაძლებლობა არ მოესპოთ. აი, ეხლა რასაც ვისმენთ, ამ ყველაფრის ნახევარი კი არა, რაღაც ნაწილი მაინც ამ ღირებულებების, ამ განათლების, აი, ამ დამოკიდებულების ნებისმიერი საქმის მიმართ რაღაც პატარა ნაწილი მაინც რომ გქონდეთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა აყვავებული. აი, ესეთ ადამიანებს ტოვებთ გარეთ, ესეთ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ თავიანთი პროფესია, რომლებიც ცხოვრობენ ამ პროფესიით და ყველაფერს აკეთებენ თავიანთი საქმისთვის და თავიანთი ქვეყნისთვის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უზღუდავთ ესეთ ადამიანებს შესაძლებლობებს და ადებთ ბორკილებს. რა მნიშვნელობა აქვს ციხეში ჩასვამ თუ ამ ფორმით და ადებთ ბორკილებს? ძალიან ეს დავიჩემეთ თითქოს ეს ბოლო ფრაზაც კიტიშვილიც გეგონება სხვა არაფერი დანაშაული არ იყო, რომ აქ ტექსტები არ იწერებოდაო და მეც რაღაცა გუშინ განსაკუთრებით ამაზე ავშფოთდი, იმიტომ რომ რადგან ვიცი და უშუალო მონაწილე ვარ ამ პროცესის რამხელა შრომა არის ამაში ჩადებული. ხო, არავის არ ვამადლით ჩვენ შრომას, ეს გვინდა და იმიტომ შრომობთ, ხო, საკვირველია. ესე არ არის, რომ თითქოს ახლა რაღაცა რა ვიცი, აქეთ მადლობები უნდა გითხრას ვიღაცამ იმისთვის, რომ წერთ. არა, ნამდვილად, უბრალოდ მე პირადად, როგორც ასე ვთქვათ, ერთ ადამიანს შეგიძლიათ რაც გინდათ ის დამიძახოთ და რაც გინდათ ის მიწოდოთ, მაგრამ რომ არ მუშაობ და არ ვშრომობ, ამის პატია ეს ყველაზე უსიამოვნო ტყუილია და ასევე ამ ადამიანებისთვის, ამ სახელოსნოს წევრებისთვის, 7 ავტორისთვისაც ეს არის ერთ-ერთი ესეთი ძალიან პირადად ძალიან საწყენი რაღაცა და ჩემთვისაც საწყენია, რახან ჩართული ვარ მეც ამ ტექსტების შექმნაში. ხო, შეურაცხყოფელია, როცა შენ გეუბნები, რომ შენ არ მუშაობ და აბა რა გავაკეთოთ. და ვინ როგორ მუშაობს, სიმაღლეში კი ვხედავთ.
მაგაშია საქმე. მუშაობთ ბატონებო, მუშაობთ. თქვენ და სამწუხაროდ მუშაობთ. მუშაობთ, ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ გააგრძელებთ ამ მუშაობას. სახელო, რა ქვია მაშინ რომ საბჭოში თუ რაღაცა, მაგრამ ეთყობა მაინც ესეთი რაღაც შეიძლება სექსისტურად ჟღერდეს ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ეთყობა ალბათ ქალები მთლად ამდენს არ იკადრებდნენ. ქალი პედაგოგები, თეატრალურის და ქალი, იმიტომ რომ ვიცნობ რამდენიმეს და ძალიან ღირსეული ადამიანები არის. მოკლედ, მე ეჭვიც არ მეპარება, ისევ აი ანამ თქვა დათასთან საუბრის ბოლოს, რომ ეჭვიც არ მეპარება, რომ გააგრძელებთ თქვენ საქმიანობას და აუცილებლად უფრო კარგად, უფრო წარმატებულად, კიდევ უფრო მეტი და ახალი და საინტერესო ტექსტებით და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ასეთი ახალგაზრდით, რაც თავარია. ცნობილი საბჭოთა პერიფრაზის არ იყოს, რომ თქვა, ესე იგი, რო არ გინდოდეს, რომ ცნობილი გახდე და ჩუმად იყო შენთვის, ვინ გაცდის? ბიოგრაფიას გიქმნიან რეპრესიები ფაქტობრივად. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ, ერთად გავიმარჯვებთ, მე ამაში მართლა არ მეპარება ეჭვი და არც ერთ ჩვენგანს, ასე რომ მოემზადეთ ჩვენი გამარჯვებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მალე დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, არ უნდა გადავდოთ. დროებით. ჩავდივარ. ой, დავბრუნდით, მარიამ, რაღაც მოულოდნელად დავბრუნდით ეთერში. დავბრუნდით ძალიან საინტერესო თემით, როგორც ყოველთვის. ძალიან არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გვყავს, რაც თავარია სტუდიაში და უნდა გავაჟღეროთ ის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რის გამოც არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოკლედ დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობის სართული ახალი თაობის ძალა. მოძრაობის წევრების უმეტესობა არის დაახლოებით 25 წლის და ძირითადად მოკლედ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები არიან წარმოდგენილნი. მოკლედ, ესეთი საოცარი ახალგაზრდები ხარს უჭერენ პროევროპულ დემონსტრაციებს და აქვთ ამბიცია, რომ როგორც თავად ამბობენ, პოლიტიკას შინაარს შემატებენ პოლიტიკას. და ამას კიდევ უფრო რაღაც სიღრმისეულად გავიგებთ, რას ნიშნავს, აუცილებლად იმედი მაქვს, რომ იტყვიან. ვადო მაჭავარიანი და ზუკა შაშიაშვილი არიან ჩვენი სტუმრები, მოგესალმებით. ახლა უნდა მოგვიყვეთ უფრო დაწვრილებით, რასთან გვაქვს საქმე და რას ნიშნავს, რომ პოლიტიკას უფრო მეტ შინაარს შემატებთ ამ შემთხვევაში. კი, ძალიან კარგ რაღაცასთან გვაქვს საქმე, მოგესალმებით. ეჭვიც არ მეპარება. და ძალიან დადებითთან და რომელიც ზარდი იქნება და რაცა პიკი ძალიან მალე არის, თუმცა აი ზარდი იქნება. და პროცესი იქნება და პიკში აუცილებლად გავავის ყველაფერი და დასრულდება ეს ქვეყნისთვის ასაკელო ცვლილებებით. და ხო, წამოვიწყეთ ეს ყველაფერი, ვიზრდებით, ძალიან ბევრი მსურველი არის, ძალიან ბევრი ადამიანი არის და ჩვენი კარები ღია არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ახალგაზრდების მათ შორის რა თქმა უნდა და განსაკუთრებით ახალგაზრდული ძალა არის, თუ ახალგაზრდებზე ორიენტირდებით, ახალგაზრდები ვართ, სულ მეგობრები ვართ, ვინც ეს წამოვიწყეთ რეალურად, თანამოაზრეები ვართ და რეალურად ეს იქნება ძალიან მაგარი, კარგი რაღაც საწყისი ქართული პოლიტიკის მართლა მეტი შინაარსის შემატების საწყისი, სიახლის, სისუფთავის შემოტანის საწყისი და ამაზე ვართ კონცენტრირებულები ახლა და ვმუშაობთ უკვე აი კონკრეტულად რა შეგვიძლია გავაკეთოთ, გეგმები გვაქვს, ბევრი გეგმა გვაქვს, რაღაცა ბევრი ერთად გვაქვს და გვინდა რომ ყველაფერი მალე სწრაფად ავასრულოთ, მაგრამ ეტაპობრივად ჯობია მივყვეთ, არ ვიჩქაროთ და ამიტომ მომავალი კვირიდან უკვე აი ორშაბათიდანაც უკვე კონკრეტულ რაღაცას იხილავს ჩვენგან საზოგადოება, კონკრეტულ აქტივობებს, კონკრეტულ შინაარსს, კონკრეტულ აქციაზეს თუ მათ შორის აქტივობებს და აქციის გარეთაც, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი ასევე არის, რომ რაღაცა მეინსტრიმს გაცდეს ეს ყველაფერი და არა მეინსტრიმულ თემებზეც ვისაუბროთ, იმ თემებზე ვისაუბროთ, ადამიანებს აწუხებთ, ადამიანებს დავეხმაროთ კონკრეტულად და ამაზე მალე გაგაცნობთ მექანიზმებს, კონკრეტული მექანიზმები გვაქვს მომფიქრებული, რომ ეხლა ყველაფერს მაინც არ ვამბობ ხოლმე ხშირად ეთერებშიც ბოლო პერიოდშიც, იმიტომ რომ ჯობია რომ რაღაცები სურპრიზად დარჩეს მაინც, მაგრამ ძირითადად ორიენტირებულები ვიქნებით ადამიანების დახმარებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანების დახმარებაზე შეიძლება რაღაც უჭირდეს, თუნდაც რაღაც წვრილმანი და პირველი ჩვენი აქტივობა ერთ-ერთი იქნება პატიმრების დახმარებაზე მიმართული, პატიმრების გვერდში დგომაზე მიმართული და ამას ამავე კვირაში უკვე დავიწყებთ და გავაკეთებთ. და აი ეს 12 სართული, რომელიც წლების წინ დააარსეთ, ზუკა, ამ შემთხვევაში ახლა თქვენთან გადმოვიდო შეიძლება და რომლის მეშვეობითაც სოციალურ ქსელში ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას აშხერებთ და გვაწვდით, ასე ვთქვათ, არის თუ არა რაიმე კავშირში ამ ყველაფერთან, ამ ნაბიჯებთან, რასაც ახლა დგამთ, იმ ბაზაზე ხომ არ არის დაფუძნებული თუ საერთოდ არ არის კავშირში 12 სართულთან ეს ყველაფერი? მოგესალმებით, პირველ რიგში. კი, 12 სართულის ბაზაზე არის დაფუძნებული ეს ყველაფერი, ნუ
სახელში ჩანს ეს რომ სართული, ანუ არ გვინდოდა რომ ის იდენტობა დაგვეკარგა, რითიც შემოვედით, ასე ვთქვათ, ამ სივრცეში. 12 სართული თავის მხრივ ხო მოიცავდა საგანმანათლებლო ვიდეოს კომენტირებას მნიშვნელოვან მიმდინარე პროცესებზე, ასე შემდეგ და ხო ჩვენ მივხვდით იმას, რომ მხოლოდ კომენტირება და მხოლოდ საუბარი აღარ არის საკმარისი და დროა გადავიდეთ მოქმედებაზე. რა თქმა უნდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, მით უმეტეს იმ პოლიტიკურ პირობებში, რაშიც დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება, არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობა ძალიან რთულად არის წარმოსადგენი, რადგან პირველ რიგში არის ძალიან დიდი წნეხი ყველა ესეთ ორგანიზაციაზე, არის ფინანსური შეზღუდვები, ასე შემდეგ. ახლა უკვე ნახეთ კანონი, რომ თვითონ ირაკლი კობახიძე უნდა მისცეს ნებისმიერ ორგანიზაციას უფლება, რომ ნებისმიერი სახის დაფინანსება მიიღონ, იქნება ეს გარე თუ შიდა, რაც ცალკე საკითხია საერთოდ, თუმცა ეს პოლიტიკური მოძრაობა სწორედ აი ამაზე არის მიზღუნული და ამას ეხმაურება, რომ ის საჭიროებები, რომელიც დგას საზოგადოებაში და ის საჭიროებები, რომლებიც აქვთ ადამიანებს, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ იმ ადამიანებისვე მხარდაჭერით, რომელსაც აი ამ საქმის გაკეთება ჭირდება. სწორედ ამიტომაც ჩვენ ბევრჯერ გავუსვით ხაზი, რომ ვიქნებით პირველი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მთლიანად იქნება source funding-ზე დაფუძნებული, fundraising-ზე, როდესაც ყველა ინდივიდუალურ ადამიანს, ვისაც მოსწონს ჩვენი საქმე, ან აქვს კონკრეტული, ასე ვთქვათ, დაკვეთა ჩვენთან, შეუძლია რომ თავისი თუნდაც მცირე წვლილი შემოიტანოს ამ საქმეში, ეს იქნება ფინანსური დახმარებით, თუნდაც რჩევის სახით, თუნდაც მითითებით, რომ რაზე შეიძლება კონცენტრირება მოვახდინოთ მეტად და ასე შემდეგ, ხო, ან ჩვენი მთავარი მიზანი როგორც 12 სართულის ორგანიზაციის იყო, რომ იმ თემებზე გვესაუბრა, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ახლა უკვე ჩვენი მიზანი არის რომ ვიმოქმედოთ იმ თემებზე, რაც საზოგადოების არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ საქმეს, რაც აქამდე ვაკეთებდით, იმას გავაჩერებთ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. უკვე ანონსის დღიდან, ასე ვთქვათ, გქონდა ერთი ვიდეო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თეატ ულკიანის და ანწუხელიძის კომენტარზე, გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებაში. ასე რომ ხო, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ ის 12 სართულის ბაზა, რაც არის და რაც საკმაოდ ბევრ ადამიანს მოწონს, ყავს საკმაოდ ბევრი გამომწერი სოციალურ ქსელებში, ის კონტენტი არ გავაჩეროთ, პირიქით ვეცდებით, რომ უფრო გავზარდოთ და უფრო მეტი თემა მოვიცვათ. უფრო ქმედი გახდეს, მეტი თემა მოვიცვათ და მეტ ისეთ საკითხს შევეხოთ, რასაც აქამდე ან ვერ ვეხებოდით. აჰა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ვადო, გადმოვалთ ისევ თქვენთან და მე ძალიან მიხარია რომ რაღაცა ახალ ძალიან საინტერესო ძალასთან გვაქვს ახლა საქმე და რაც თავარია რომ ყველაფერს საფუძვლად ეს ახალგაზრდული სულისკვეთება აქვს ასე ვთქვათ დადებული. როგორ ფიქრობ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სწორედ რომ ახალგაზრდების ასეთ თავმოყრას და ახალ სიტყვას პრინციპში, ხო, მას დავარქვით. რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია სწორედ ეს აზრი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალგაზრდები როგორც წესი, ანუ აი რასაც მე ვუყურებ და ბოლო პერიოდში ვუყურებდი, რომ აი ჯენზი რასაც ვეძახით, თუნდაც მილენიალები, ანუ ძალიან იყვნენ ჩართული პროტესტში და ბევრი ანუ აქტიური მოქალაქეები ვართ ძალიან, მაგრამ არჩევნებში ეს ჩართულობა არ გადაიზარდა. რატომაც ესე მოხდა, იმიტომ რომ უნდობლობა არის მაინც ძველი პოლიტიკის და რაღაცა კითხვები არსებობს და ძალიან ლეგიტიმური კითხვები არსებობს ახალგაზრდობისგან. თუ როგორ უყურებენ თუნდაც ახალგაზრდების სტუდენტების პოლიტიკას, თუ როგორ უყურებენ ზოგადად, ანუ რაღაცა გზა არ არსებობს, სამკლები არ არსებობს, ნათელი რაღაცა ის გვირაბის ბოლოს სინათლე არ არსებობს, თუ რა იქნება, ეს ყველაფერი როცა დამთავრდება ქვეყანას როცა დავიბრუნებთ, მე როგორ საქართველოს ვქმნით. ეს მეტი შინაარსი სჭირდებათ ადამიანებს და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები, ახალი თაობის ადამიანები ყველაზე საჭიროები არიან, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ძველ თაობასთან, რა თქმა უნდა, ძველი თაობასთან კონსულტაციითაც, ძველი თაობის რჩევების გათვალისწინებითაც, რომ არ ვამბობთ, რომ მარტო ჩვენი თაობის არის ეს ბრძოლა, ყველამ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში საბოლოოდ ერთად და ყველა უნდა შევრიდეთ და საქართველოში ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ მაინც ბოლოს. და ახალი თაობის, ახალი ენერგიით ჩართულობა და ახალი ტიპის შრომა და ბრძოლა და აი ეს მნიშვნელოვანი რაღაც რომ ანუ ბრძოლასთან ერთად შრომაც, ანუ მუშაობა მუდმივი, მე მგონია რომ იქნება ყველაზე დასაფასებელი კონტრიბუცია, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს გვერდით დგომებს, ვისაც მოისურვება ჩვენს გვერდით დგომა, ვისაც მოისურვება რაღაც მსგავსი ინიციატივის გაკეთება, იმიტომ რომ ყველანაირი ახალი ინიციატივა მისასალმებელი იქნება ძალიან კარგი და მე მგონია რომ ეს ენერგია, ეს რაღაცა კრეატივი, ახალი იდეები, მგონია რომ მეტ სიახლეს შემატებს და იმიტომაც ვფიქრობ, რომ აი მეტი ჩართულობა, იმიტომაც გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ერთ-ერთი მოტივაცია ის იყო, რომ ჩართულობა უფრო გავზარდოთ ამ ადამიანების, რომ მოტივაცია გქონდეთ, რომ რაღაცა ახალი იქნება და არა ძველი, განსხვავებული აბსოლუტურად იმ ძველისგან, შეიძლება ჩართვა და ამის კეთება და იმ აქტიურობის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაც ძალიან მაღლა აქვს ზოგადად ქართულ საზოგადოებას, ამის გადათარგმნა რაღაც პროცესში და თუნდაც პოლიტიკურ პროცესში.
მე როგორც ვიცი თან რაღაც ესეთი ინფორმაცია მაქვს რომ თქვენს გუნდს შემოერთდებიან ადამიანები ვისაც საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს თუმცა არა პოლიტიკოსები და შეიძლება რომ გაგვიმხილოთ ვინ იქნებიან ეს ადამიანები თუ არ შეიძლება იცი გვინდა რომ ყველაფერი აი რაც ვთქვი ეტაპობრივად იყოს და ძალიან მალე გაგიმხელთ ძალიან მალე წარმოვადგენთ მათ და ხარდამჭერი გვყავს ძალიან ბევრი თუნდაც ცნობილი ადამიანები და მათ სახელებს და გვარებს მათ სახეებს ძალიან მალე მალე ყველაფერი მალე იქნება წარდგენილი და რა თქმა უნდა ბევრი ტიპის, ბევრი პროფესიის, ბევრი სფეროს ადამიანები იდგებიან ჩვენს გვერდით და დიდ მძლავრ მოძრაობად გარდაიქმნება. ეს არის ჩვენი გეგმა და სხვაგვარად რომ იყოს და სხვაგვარად რომ უყურებდით ამას და ვიცოდეთ რომ უყურებთ ამას, არც დავიწყებდით ამას, იმიტომ რომ მართლა мотиваცია 2 წელი, 12 საათულიც მთლიან мотиваციით ჩვენი რესურსით ვაკეთეთ და ახლაც მაგ мотиваციით ვარ ზუსტად რომ აი მოვიკრიბოთ მეტი ადამიანი, მეტი შესაძლებლობისთვის არის ეს სივრცე, რაც ახლა დავიწყეთ და მე იმედებით უყურებ ძალიან, იმიტომ რომ რეალურად მომავალსაც დიდი იმედებით უყურებ, იმიტომ რომ გონია რომ ნათელი მომავალი გვექნება და ვიმსახურებ მაგ ნათელ მომავალს და ეს სიბნელე მალე დამთავრდება და გათენდება. ბატონო, როგორც კი დაანონსეთ ორგანიზაციის შექმნა ძალიან გააქტიურდნენ პროპაგანდისტები. ნუ განსაკუთრებით რა თქმა უნდა სოციალურ ქსელში. როგორ ფიქრობ, რატომ? ის არის, იმიტომ რომ ეშინიათ იმის და այդ პროპაგანდისტებს ეშინიათ იმის, რომ ჩნდება ისეთი ძალა, რომელიც ეუბნება თუნდაც ქართული ოცნების სამომრჩეველს, რომ შენ ჩემტერი არ ხარ და ჩვენ ერთ მომრჩეველს, რომ ერთად უნდა ავაშენოთ ეს ყველაფერი ხალხს და ვეუბნებით, რომ ანუ გამაერთიანებელი მე კი არ ვართ რაღაცა სხვა კლასის და დაყოფის წარმომადგენლები, პოლარიზაციის ამ რაღაცა სივრცის წარმომადგენლები, არამედ ვეუბნებით, რომ ერთნი ვართ ყველა, შეგვიძლია ერთად შენდება ამ ქვეყნის და თან ჩვენი რაღაცა სათქმელი რაც მივაწოდეთ საზოგადოებას, ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ისინი ფარისოლურად აკეთებენ ამას, თუნდაც ეროვნული ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ფარისოლურად აკეთებენ ამას, რაღაც სხვა თემებზე საუბარს ფარისოლურად აკეთებენ, ერთიანობას საუბრობენ და მეორე ხელით საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. ადამიანებს ჩვენ, ვისაც შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი მარტივად ადამიანების ენაზე ავხსნათ და ვისაუბროთ ადამიანებს და დავანახოთ ადამიანებს რომ შესაძლებელია ერთად რაღაც კეთება, შესაძლებელია ნორმალურად საუბარი, შესაძლებელია რაღაც რთული სიტყვების გარეშე საუბარი, მე მგონია რომ ეს აშინებთ მათ და ფიქრობენ რომ ეს შესაძლებელია მართლა გამაერთიანებელი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებით ყველას, ჩვენი სამიზნე აუდიტორია არ არის მხოლოდ რაღაც კონკრეტული ბაბლის ნაწილი, ჩვენ ვისაუბრებით ყველა აზრის ადამიანებს რეალურად, ვინც ჩვენ ღირებულებებს წამოყვება და მე ვფიქრობ რომ ამიტომაც ყველანაირი სიახლე და ყველანაირი სინათლე მათ აშინებთ და მაგიტომაც არის ეს რეაქცია. თუ კი რაიმე არის საშიში, ჩემთვის პირადად არის სწორედ აი ეს სულისკვეთება, ეს განათლება, აი ეს ახალგაზრდები და აი ეს ძალა, რაც მათ აქვთ. ეს არის საშიში და მათ ზოგადად საშიში არის განათლებული ადამიანი და აი ესეთი სულისკვეთებით გადადგმული ნაბიჯები. ეს არის საშიში ადამიანებო და არა ის ქმედებები, რასაც თქვენ ჩადიხართ და არც ეს 5000 ლარიანი ჯარიმები და არც საშიში რა თქმა უნდა ახლა რა კონტექსტში ვიხმარე ალბათ გასაგებიც არის ხო აი ეს არის საშიში მოკლედ ამის თქვა მინდა და საუბრობდით ახალი ადამიანების დამატებაზე და ესეც ვთქვით რომ ჯერ არ ვაჟღერებთ ხო მაგრამ მაინც გასაგები არ ვსვამ კითხვას ვინ იქნებიან მაგრამ მაინც მაინტერესებს ალბათ იქნებიან ახალგაზრდებიც, თქვენი თაობის წარმომადგენლები, არა თქვენი თაობის წარმომადგენლებიც ხო? თუ როგორ იქნება? და სხვადასხვა სფეროდან ხო? ეს აღნიშნე რა სხვადასხვა სფეროდან იქნებიან ხო? ხო, ანუ ჩვენი მიზანი ახლა ამ ეტაპზე არის რომ ჩვენი გუნდი ისე გავზარდოთ და გავაფართოვოთ, რომ ნებისმიერ თემას და ნებისმიერ სფეროს ვიცნობდეთ კარგად, ნებისმიერ სფეროზე გქონდეს ჩვენი კონკრეტული შეხედულება, ვიცოდეთ სამომავლოდ როგორ შეიძლება ეს სფერო განვითარდეს და რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალგაზრდებისგან ძალიან რთულია იმ მსგავსი გეგმის გაწერა, რადგან ამას ჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება. რაც მოდის ძირითადად და ხო, ასაკთან ერთად, რისი ასე ვთქვათ, მთავარი პრობლემა ჩვენი რაც არის ეს გამოცდილება, ამიტომ ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ხო. და ისიც პროპაგანდაზე რომ საუბრობდით, ძირითადი ასე ვთქვათ, ნარატივი ეს იყო, რომ აი ახალგაზრდები ხართ, რა დროს ამის კეთება, იმიტომ რომ სხვა თემა ასე ვთქვათ ვერ გვიპოვეს. არ გვაქვს არაფერი, ამიტომაც საუბრობთ, რომ სუფთა წარსულის ადამიანები ფიზიკურად არ გვაქვს ისეთი რაღაც გაკეთებული, როგორზეც პროპაგანდა შემდეგ აშენებს ხოლმე აი რაღაც იმ ნარატივებს, რაც შემდეგ ახდენს ადამიანების გაშავებას თუ მათზე წარმოდგენის შეცვლას. მაგაზეც მინდა ორი სიტყვით თქვა, რომ აი ეს პროპაგანდა არის
ძალიან ასე ვთქვათ ისეთი ქსელია შექმნილი, სადაც ადამიანებს მაგალითად ბაღის მასწავლებლებს, სკოლის მასწავლებლებს იძულებით უწევთ ხოლმე რაღაც კონკრეტულ პოსტზე გადასვლა და კომენტარის დაწერა და ხო ანუ ჩემთვის ეს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, პირიქით არის მნიშვნელოვანი ნეგატიური კონტექსტი ჩემთან მიმართებით ან ვადოსთან ან ჩვენ საქმესთან. პირიქით ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ კუთხით, რომ ადამიანებს ეზღუდება თავის თავისუფლება და არ აქვთ იმის საშუალება, რომ გამოხატონ ის რეალური აზრი, რომელიც მათ გააჩნიათ. და ხო ჩვენ გვინდა რომ ზუსტად აი ესეთი ქვეყანა იყოს საქართველოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება თავისუფლად და არავინ არ ეტყვის რომ მოდი ახლა თუ აი ამ პოსტზე ამ კომენტარს არ დაწერ, შენ სამსახურს დაკარიო ხვალ ან არ ჩაგირიცხავ რაღაც პრემიას თუ ხელფას ან დანამატს და აი ეს რაღაც ქსელი რომელიც ბოროტმა ძალებმა აწყოს ჩვენ ქვეყანაში არის აუცილებლად დასანგრევი და ეს არის სწორედ ერთ-ერთი ის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი რომელშიც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ჩართულები ჩვენ იქამდეც პროპაგანდასთან ბრძოლაში ვიყავით ჩართულები და ძალიან კარგად გვესმის თუ რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული, როგორ ღრმათ არის გამზდარი და როგორ ცდილობენ ადამიანის აზრით манипуლირებას, თუნდაც იმით, რომ აი პოსტი დაიდო და კომენტარები ყველა ნეგატიურია და ანუ შემდეგ უკვე რაღაც ესეთი გზა აქვს, რომ დაწერ რაღაც კომენტარს გადადიან და ეხა შენ ამას დაულაიქე და მე ნუ ყველაზე პირველი კომენტარი რაც ჩნდება არის ნეგატიური და სოციალურ ქსელში ასე манипуლირებენ ისინი. ამიტომ ხო ამაზეც უნდა ვიმუშაოთ და ამ მიმართულებითაც უნდა გამოვააშკარავთ აი ეს პრობლემები, ის ხერხები, ის ქსელები, რაც არსებობს ამ მიმართულებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში, სხვებთან წინ ალბათ თქვენს წინააღმდეგაც, რადგან ტევ პირველში მივყავთ გადაცემა და ხო ბევრი ადამიანი, რომელიც გულწრფელად აკეთებს იმას, რაც უყვარს და რაც გონია რომ კარგია მისი ქვეყნისთვის. და ხო არ უნდა მივცეს საშუალება რომ ამის დისკრედიტაცია მოახდინონ რაღაც ის გამომეორდები ბნელმა ძალებმა. რაც შეეხება გუნდს, ხო გვეყოლება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანები, გვეყოლება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანები, რა თქმა უნდა, თუმცა ძირითადი კონცენტრაცია მაინც იქნება, ასე ვთქვათ, 30 წლამდე, მეტად ახალგაზრდებზე, სუფთა ხალხზე, ვისაც არ აქვს პოლიტიკური წარსული, თუმცა არსებობენ ძალიან გამოცდილი და კარგი ადამიანები, ვისაც არ აქვს პოლიტიკური წარსული და არ არიან ამ ასაკობრივი ჯგუფში. მათთანაც გსურს საუბარი და ვესაუბრებით ესეთ ადამიანებსაც, გვინდა რომ შევქმნათ ისეთი სტრუქტურა, სადაც ყველა სფეროს კიდევ გამეორდები ექნება უბრალოდ წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული გეგმა, რომელსაც შემდეგ ჩვენ მივყვებით და ეს გეგმა არ იქნება მხოლოდ ჩვენთვის. აუცილებლად ადამიანებსაც გავაცნობთ, რომ აი მაგალითად განათლების სისტემაში რა პრობლემებია და როგორ ვფიქრობთ ამის გადაჭრას. ამას რა თქმა უნდა ჭირდება დრო, დაწყებულიც გვაქვს მუშაობა ზოგ სფეროსთან მიმართებაში, თუმცა აი რამდენიმე თვეში მე ვფიქრობ, რომ აი ეს პროცესი როდესაც დასრულდება, შემდეგ უკვე ბევრად უფრო ძლიერად ვეცდებით რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ადამიანებს და ჩვენი ხედვა, ჩვენი გეგმები გაუზიაროთ ისე რომ უკავშირიც მივიღოთ მათგან. ეს არის ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე. წარმატებები ბიჭებო, მეტი რაღა დაგვრჩენია რომ წარმატება გისურვოთ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მიუხედავად იმისა, რაც ხდება და პირიქით მე მგონი ეს არის ყველაზე დიდი мотиваცია, რომ სწორედ ეს მათი არასწორი ნაბიჯების თქვენი ქვეყნის მიმართ გადადგმული სწორედ ეს არის მე შემდეგ უკვე თქვენი სულისკვეთება, რომ ახალი და საინტერესო გააკეთოთ ისევ თქვენი ქვეყნისთვის და მადლობა იმისთვის, რომ კი არ გარბი ხართ, არამედ აქრჩებით და ბოლომდე იბრძვით და ყველა ის ადამიანი, ვისაც შეგვიძლია რომ ხარჯი დაგიდგეთ, რა თქმა უნდა, ვართ თქვენს გვერდით ყოველთვის. მადლობა ძალიან და გიტყვი ერთსაც აი წასვლაზე ბევრს გონია რომ ჩვენ თაობას ხა წასვლას აპირებს და პირიქით არსაც წასვლას ჩვენ თაობა არ აპირებს ვინც გარეთ არის ისინიც მალე დაბრუნდებიან და ძალიან ძლავ რაღაცაში გარდაიქმნება ეს ყველაფერი და ეს იმედი არავის არ ქონდეს რომ საქართველოსთან მივიღოთ წავა და რუსეთი და ბელორუსი დამთავრდება ყველაფერი არაფერი არ დამთავრდება ყველაფერი ახლა იწყება ნამდვილად. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ანა მე და შენ დროებით უნდა გავიდეთ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა დავუტოვოთ ჩვენ ტელემაყურებელს შესაბამისად მესამე ბლოკით დაგიბრუნდებით მე და ანა დროებით. Nela iqvedებს ქალაქი ნაცრისფერ ნისლი და
ყველაფერადი სიმცირა სიზმრად რომ ნახეთ წუთებს რომ იფრიდა ძილიდა მერე უეც რაც სადღაც გაიქცა სიზმრიდა ეს უცნაურია რაღაც ყველაფერი დილიდა ეს ჩვენი კედლები სულაც არ არის სიზმრიდა ის იყო ზემოთ ის იყო სულ სხვა ქვეყნიდან თვალუწვდენელი თეთრი ნათება შორიდან სიზმრად რომ ხედავ მე დავარ არის სხვა სამყარო არის შესახებაც არ ვიცი რატომ არ ვიცი იქნება ჩვენთან იცის ვეშეში სიმართლის მას თუ ვერავინ ხედა მე ვიტყვი ყველა ეს უცნაურია რაღაც ყველაფერი დილიდა ეს ჩვენი კედლები სულაც არ არის სიზმრიდან ის იყო ზემოთ ის იყო სულ სხვა ქვეყნიდან თვალუწვდენელი თეთრი ნათება შორიდან სიზმრად რომ ხედავ მე დავარ არის სხვა სამყარო არის შესახებაც არ ვიცი რატომ არ ვიცი იქნება ჩვენთან იცის ვეშეში სიმართლის მას თუ ვერავინ ხედა მე ვიტყვი ყველა რა უცნაურია ეს ყველაფერი დილიდან ძალიან დიდი მადლობა დაუბრუნდით საოცარი ნომრი და საოცარი ბავშვები და ახალგაზრდებით ესეთი დაბრუნება რამდენი ხანი არ გქონია ჩემო ანა ეთერში პირდაპირ მითხარი ხშირად ნამდვილად ფეხბედნიერები ყოფილიყვნენ მაშინ ჩვენი საოცარი ბავშვები დიდი მადლობა ფანტასტიკური შესრულებისთვის და ახლა ჩვენ ტელემაყურებელს უნდა გავაცნოთ რატომ არიან ესეთი საოცარი ბავშვები ჩვენთან მოკლედ ეს იყო მუსიკალური ნომერი სპექტაკლიდან Silent Roll ასე ქვია მუსიკალურ სპექტაკლს რომელიც 27 აპრილიდან აიღებს რეგიონალური პრემიერის სტარს და სულ ბოლოს გათამაშდება თბილისშიც სპექტაკლში მოზარდებით მონაწილეობენ და ის გაჯერებულია როგორც სოლო ასევე ანსამბლური და საგუნდო ქორეოგრაფიული ნომრებით მოკლედ დღეს ჩვენი სტუმრები არიან კომპოზიტორი ნატო თათიბაძე და პროექტის მენეჯერი თაკო ბერიაშვილი მოგესალმებით დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ჩვენ მეგონი ხა უკვე მადლობა უნდა უთხრათ ჩვენ საოცარ ახალგაზრდებს და ბავშვებს მოდი ახალგაზრდებს რა ხო დროებით დავემშვიდობა და შემდეგ ისევ დავუბრუნდებით რა თქმა უნდა დროებით დამემშვიდობებით ბავშვები და თქვენ კიდევ ერთხელ მოგესალმებით რა საოცარი ამ რაჯადოქნობას ამბირე ხო დიდი თაკო დაიწყებ თუ მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის მოკლედ აი ეს საოცარი ამბავი გადავწყვიტეთ და ეხლა ძალიან ცოტას მოგიყვებით როგორ გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი მოკლედ ჩვენმა მეგობარმა ანუ ხიდაშელმა დადგა სპექტაკლი ქალაქის თეატრში სადაც ნატალია გააკეთა ჩვენთვის მუსიკა სპექტაკლს ქვია გაჩერება მოკლედ და ისეთ შესანიშნავი მუსიკა შექმნა რომ მე ჩვენ დავსხედით და ვიფიქრეთ რატომაც არა ახალი სპექტაკლი ბავშვებით და ძალიან ბევრი მუსიკით და სწორედ ამიტომ გავყევით აი ამ თემას სექტემბრიდან დავიწყეთ უკვე ამაზე საუბარი დავწერეთ შემდეგ კასტინგი ჩავატარეთ და სპექტაკლიც უკვე სახეზეა და დიდი იმედი მაქვს რომ მაყურებელი ძალიან მალე იხილოს კი რა და იხილოს ძალიან მალე. მე ძალიან კარგად ვიცი ეს ადამიანი როგორ წერს ხოლმე რა. საოცრად. არა, როგორ რა ხარისხში კი არა, როგორ ხდება ამ ყველაფრის შექმნა და ძალიან მიხარია რომ ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი ვარ ვინც ისმენს ამ ყველაფერს და ესეც არ იყო ჩემთვის ეხა უცხო მომისმენია, მაგრამ ეხა მოყევი რომ რაკენი, რა ჩაიდინე. საოცრებები. ესე იგი მოგეთ რომ გადავწყვიტეთ რომ მოდი გავაკეთოთ სპექტაკლი, სადაც იქნება ბევრად უფრო მეტი მუსიკა, ვიდრე ჩვეულებრივად სპექტაკლში არის ხოლმე.
და დავიწყეთ პირველ რიგში ანუკიმ დაიწყო ძებნა ამბვის, რომელიც იქნებოდა არა ბანალური, იქნებოდა ძალიან საინტერესო და იქნებოდა არა მარტო საბავშვო, ბავშვებისთვის და პატარებისთვის, მოზარდებისთვის დავარქვათ ამას. იცი რა, მიუზიკლი ჩვენ ცოტა თავდაბალი ადამიანები ვართ და მიუზიკლი სადაც ბროდვეიზე იდგმება ხოლმე. ცოტა თბილისში ჯერჯერობით აი ამ რაღაცა გარემოში, ალბათ ჯერჯერობით ვარა, მაგრამ ძალიან მალე შეიძლება მიუზიკლითაც წავდგეთ მაყურებლის წინაშე. ეჭვი მაქვს მეც ესეთი კი. ეს არის სპექტაკლი, სადაც მართლა ძალიან ბევრი მუსიკა, ფაქტობრივად ჟანრი ახლოს არის, უბრალოდ აკლია ბევრი ეფექტი, რაღაცები, ისე ტექნიკურ მხარეს გულისხმობ, რასაკვირველია, თორე შემოქმედებითაც გამართულები, და მოგეთ ანუკი მოძებნა ამბავი, როგორც ჩვევია ხოლმე, რომ ყველაზე განსაკუთრებული და რაღაცნაირი ისეთი, აი რო არასოდეს არაფერს არ გავს და ეს არის ამბავი, რომელსაც პატარაც, მოზარდიც, მშობელიც, ბებიაც, ბაბუაც, აი ყველა ერთნაირი, აი ეს სუნთქვა შეკრულები უსმენენ ხოლმე ჩვენ რაღაც რეპეტიციები რო ქონდა ხოლმე. მოგეთ იქ იყო რაღაცა ძალიან ემოციების ზღვა კი არა და არ ვიცი რა არის ხო მაგას, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა მე მგონი ვაქებ ხო ჩვენ რაღაც. კი, უნდა აქ. მოგეთ ანუკი მიპოვა ესეთი სიუჟეტი, რომელიც არის ძალიან ისეთი ბოლომდე არ ვიტყვი რასაკვირველია, მაგრამ ეს არის ბავშვებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ მიწისქვეშეთში, რადგან დედამიწაზე ადამიანების გულგრილობის გამო მოკეთ განადგურებულია მთელი დედამიწა და ესენი არიან მიწისქვეშ და არც იციან რომ არსებობს ზემოთ სამყარო, არ იციან რომ მზე არსებობს, არ იციან რომ მთვარე არსებობს. აი ეს სიმღერა კონკრეტული არის ზუსტად ამაზე, რომ ეს სოლისტი რომელიც არის მოკეთ სულ ძინავს, იმიტომ რომ სიზმარში ხედავს იმ ზევით სამყაროს, მაგრამ არ იცის რა არის, მაგრამ ძალიან მოსწონს და ამიტომ ხშირად ძინავს სულ და მოკეთ მთელი ამბები. ესე იგი დღევანდელ რეალობასაც პასუხობს ხო? იცი რა, ხო, ბევრი რაღაც არის, ბევრი ნიუანსია, მეგობრობაზე. მეგობრობაზე და თავისუფლებისკენ ძალიან ისეთი სწრაფვაა და ამას აქში აუცილებელია მოკეთ, არ ვიცი, მე ჩემი მუსიკით, ანუკი თავისი შემოქმედებით ჩვენ ყველა ისე როგორ დაწერა. დაწერა აი ესე მოკეთ, ეს თემა საერთოდ გქონდა სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა და შენ ძალიან კარგად იცექდება რომ გქონდა და მე რა დავიწყეთ ძიება რომ აი რა შეიძლება როგორ შეიძლება ესე ნელ-ნელა როგორ გითხრა რა როგორ ვერ ვიტყვი ახლა თქვა სახალხო და ანუ აი მე გეტყვით ნატო როგორ წერდა მიდიოდნენ და ანუ თან იწერებოდა მუსიკა ანუ უცბად ძალიან ბევრი რაღაც ჩნდებოდა მუშაობის პროცესში ტექსტიდან გამომდინარე ანუ ერთ წამში ანუ გაიგებდა და დოდიში რომ გაწყობდი ყველაზე მთავარი რა არის ხა აი ამ ჩვენს ამბავში რომ თითოეულ როლზე მორგებული ინტონაცია, ტექსტი, ნუ ტექსტი თავისთავად ამბავზე მორგებულია, მაგრამ მუსიკალური ნომრები, აი კონკრეტულად აი ამ ბავშვების, კი, რასაკვირველია და მარტო პერსონაჟები მონაწილე ბავშვების ტემბრზე მორგებული შესაძლებლობებზე, ნუ ძალიან კაი ბავშვები არიან, მართლა ითხოვს რა, მხოლოდ ბავშვები იღებენ მონაწილეობას თუ პროფესიონალი მსახიობები? პროფესიონალი მსახიობები ყავს, ორი მსახიობი ყავს, ანა ლევენეცი, ეს ანდრია ვაჭრიძე, კი. აი ამ დღე ჩვენ აქვს ჯეროქსი. ჩვენ რატო არ ნუ მე კაი. იქნება, ყველაფერი წინ გვაქვს. არაჩვეულებრივი მსახიობები ყავთ დაკავებულები, რა თქმა უნდა, ხუმრობთ მე და ანა. ნაწილობრივ ხუმრობ. სადღაც. აი, პრემიერა ვიწყებთ რეგიონებიდან. კი, ყველაფერი იწყება თბილისიდან. ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, რომ მოდი დავიწყოთ რეგიონებიდან და პირველი გაჩერება არის რუსთავი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ბატონ სოსონემსა და რუსთავის თეატრს და აი ესე ნელ-ნელა მოვლით რეგიონებს და ბოლოს თბილისური პრემიერით აი ესე ბოლოს თბილისური პრემიერა როდის იქნება ეს ვიცით უკვე ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით ეხა ნელ-ნელა ვალაგებთ და მოკეთ ილეონის თეატრის აქვე ძალიან დიდი მადლობა ილეონის თეატრს ქალაქ თბილისის მერიას და მოკეთ ძალიან ბევრი ადამიანი ასე დაგვიდგა გვერდით და მოკეთ რაღაცა რო არა ეს ადამიანები ცოტა გაგვიჭირდებოდა ამ ყველაფრის განხორციელება მაგრამ სწორედ ჩვენ კი ჩვენ ერთად ვართ და ყველაფერი კარგად იქნება კოსტიუმებს რაც შეეხება გიორგი უსტიაშვილის არტისტები ძალიან მომეწონა და აუცილებლად მინდა დააღმენიშნა ქორეოგრაფია ქეთი ასათიანი საოცარი გოგო უნიჭიერესი სცენოგრაფიაც და კოსტიუმებიც არის გიორგი უსტიაშვილის რომელმაც საოცარი ატმოსფერო შექმნა სრულიად განსხვავებული მინიმალისტური და ზუსტად ისეთი რომელიც აი იმას შეეფერება რასაც ჩვენ თამაშობთ ანუ მიწის ქვეშ სადაც ყველაფერია და სადაც არაფერია სადაც ეხლა იცი რასაც ვისმენ არ არის მარტივი თემა გადასახარი շատ მსახიობისთვის რომ ეს ყველაფერი შემდეგ სცენიდან თქვას ეს სათქმელი ბავშვებისთვის რამდენად იცით სრულიად გაითავისეს ეს ამბავი რა იმიტომ რომ ანუკიმ როდესაც დაიწყო და მეც მასთან ერთად ვიჯექი ყველა რეპეტიციაზე მიდიოდა თემები და ბავშვებს უხსნიდით
რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ვინ არიან ადამიანები, როგორ მოიქცნენ, მე რატომ დაემართათ ეს ყველაფერი, რატომ ჩავიდნენ მიწის ქვეშ და ზუსტად იქ არის ტექსტში, რომ ჩვენო კიტრის გამო შეგვიძლია ერთმანეთი დავხოცოთ მიწის ქვეშ და ოქრო წინ უყრიათ. ანუ მნიშვნელოვანი იქ სულ სხვა რაღაცეებია, როგორც ზოგადად ჩვენ ვერ ვამჩნევთ ხოლმე, რომ ცხოვრებაშიც ეს ხდება. ამიტომ ბავშვებმა სრულიად გაიაზრეს, ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ, აი მე სრულიად მეგობრული ატმოსფერო. ყველას მხრიდან, ანუ მხატვარმა თავისი საქმე გააკეთა, სცენოგრაფმა, რეჟისორმა თავისი, ქორეოგრაფმა თავისი და ნატოზე აღარ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ აი მუსიკას ზოგადად ეს ყველაფერი რო არ შეექმნა, ის ყველაფერი ისარგა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მუსიკა არის ბოლო ხო რაღაცა. იცინი და მე როცა ტირი. ანუ აქ სიტყვები აღარ არის საჭირო, უკვე ის მუსიკა სული მაქვს ნახო რა, ძალიან მაინტერესებს. და ხომ არ მოგვესმინა ამასობაში მეორე მუსიკალური ძალიან დიდი სიამოვნებით. ნამდვილად არ გეტყვი ამ ყველაფერზე უარს და უნდა დავიწყოთ არაჩვეულებრივ ბავშვებს. მოგწადეთ. მუსიკალური ნომერი ზუსტად არის ძალიან ისეთი კონკრეტული შინაარსის მატარებელი, ამათ ხო არიციან რომ ადამიანები არსებობენ და გონიათ რომ ადამიანები არიან არსებები, რომლებმაც ერთმანეთის გაუტანლობის, გულგრილობის და მოკლედ ძალიან ისეთი ცუდი თვისებების გამო, აი ესე დედამიწას მოუღეს ბოლო, ასე ვთქვათ. თვითონ არსებები გონიათ, თვითონ გონიათ, ტროლები გონიათ, არსებები არიან, რაღაცა იზღებათ ადამიანები. ხო. და შემდეგ იგებენ რომ ადამიანებია. ძალიან ბევრი ფილოსოფიური აზრია ჩადებული, რაც მნიშვნელოვანია მართლაც დღეს. მოდი მოვისმენთ. სახე ეცვლება ირგვლივ ყველაფერს თურმე იმედი გტოვებს როდესაც აღარ ეცდები აღარ ისურვე ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ულამაზესი შესრულებისთვის და მე და ანა აუცილებლად მოვაქვს, მე ალბათ უკვე ჩემ პატარა სავარაუდოდ როდესაც უკვე თბილისში გექნებათ პრემიერა. წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა. რა კარგი რა ვიცია, ეს არ არის საჩვეულებრივი. ეს არ არის ჩვეულებრივი მუსიკა, ეს არის ჩვეულებრივი სიმღერა, ეს რაღაცა ისეთია, რასაც ბევრი ვერ გაიგებს სამწუხაროდ, იმიტომ რომ სხვა მუსიკალური აზროვნება ჭირდება, მაგრამ არა, გაიგებენ, იცი, მაინც მგონი, კი, აბარა, აუცილებლად შეეხება სადღაც. არა, შეგონია, რომ შეიძლება მე მესმის რასაც გულისხმობ. მესმის ძალიან კარგად, რასაც გულისხმობ, მაგრამ მგონია, რომ სწორედ ისე აქვს ნატოს შექმნილი და ისე აქვს დაწერილი, რომ ყველას ხო. კი, ძალიან ნაკლებ და ემოციამდე მიდის. ბავშვებმა გაიგეს და ისე გაიგეს ხალხო, რომ აი არ ვიცი, ეს ბავშვები არიან საოცრებები, მართლა. საოცარი ბავშვები. ნულიდან, არც ერთი არ იყო გამოცდილი. ნულიდან მოვიდნენ კასტინგიდან და ნულიდან დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ნუ რეჟისორის აქ როლი ძალიან დიდია.
ნულიდან და ბავშვები გახდნენ მსახიობები და ძალიან გულწრფელები არიან. ყველაზე მთავარი ეგარი რომ ბავშვები არიან გულწრფელები და თამაში ამჯერად პიროვნებებიდან დაწყებული, ანუ აი სულ ყველა სათითაოდ 36 ბავშვი მონაწილეობს, ხო, ყველა არა ვართ ეხლა დღეს წარმოადგენელი, 36-ვე არის განსაკუთრებულად გამორჩეული პიროვნული თვისებების მატარებელი, იმიტომ რომ ერთმანეთთან არა გამორიცხულია ჩვენთან, აი ყველა როგორც ერთი ისე არა და აი საოცრად უყვართ ერთმანეთი და მოკეთ ამ პროექტმა მართლა გაამართლა რა და აი სწორედ იმიტომ რომ ამ პროექტმა გაამართლა ჩვენ სექტემბრიდან კიდე ვიწყებთ მსგავს პროექტს და გეროდის გაქვთ და ვიწყებთ მსგავს პროექტს იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი ყველაზე ღრმა ჟანრია მე ისე ვფიქრობ რა მოკეთ კლასიკური მუსიკის მერე და განსაკუთრებით ამას საკში ამაზე საინტერესო არ ვიცი რა შეიძლება რომ შესთავაზო ბავშვებს და მოკეთ აი ყოველთვის არიან პირველი მერცხლები ასე ვთქვი და ჩვენია რომ ძალიან დიდი წარმატება უსურვოთ და გელოდებით რა თქმა უნდა ახალი პროექტით ჩვენთან, ახალი მუსიკალური ნომრებით და ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ბავშვებო ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებთ. ან ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო დღეს სამწუხაროდ. მაგრამ შენ გაგახარებ და ხვალ არა. შემდეგ შაბათ-კვირას, შემდეგ შაბათს ისე ვიქნებით ეთერში ხო? დღეს შაბათი გეგონა? დღეს შაბათი გეგონა. ასე რომ შემდეგ შაბათამდე გემშვიდობებით ძვირფასებო ძალიან გული ყובה რომ უნდა დავასრულოთ ეთერი, მაგრამ რას უზამთ არ მოიწურა დრო. დიდი მადლობა წარმატებები. დროებით.